მოგითხრათ ყოველ საღამოს აუცილებლად ვიბან საპნით ან მითი რაღაც ჭადის ფქვილით ან ტყილს ვამბობ არ მაგრამ აუცილებლად წყლით კარგად რამდენჯერმე ვიშორებ ხელით და წყლით საკმაოდ ყოველდღე ვხმარობ გრიმი არ მაქვს ყოველდღე სადმა გაიხაც მაქვს რაღაცა 2 წვეთი რუმიანა და მე ის არ მიყვარს საერთოდ ტონალური და მე კარგია ესეთი რბილი პირსახოცით ცოტა ხაოიანით კარგად ვიმშრალებ მე ხო პატარა მასაჟი ვიგებ მე ისევ სუფთას ვიტენიანებ ვისვა ღამის კრემს და ვიძინებ დილას ასევე ვდგები იგივე პროცედურას ვაკეთებ უკვე დილის კრემი და ერთი ეშმაკობა მინდა მეგობრებო ვასწავლო ჩვენს ქალბატონებს აი დილას ხوارი რუტინა რომ ერთხელ წაისვა ცაცხი და გახვიდეთ სახლიდან მე სანამ სახლიდან გავალ ეს 5 ჯერ ვისვა აი რამდენი გავივლი ძალიან მშრალი კანი მაქვს და დილას რა თქმა უნდა ხა შხაპის მერე ყველანი ვისვავთ სახეზე მერე დავუშვათ ნახევარსაათი კიდე რაღაცა გავა დავლიან ტელეფონით ვისაუბრენ სანამ გავალ სახელი აუცილებლად მეორედ და სახლიდან გასვლის წინ კიდე აუცილებლად რაღაც მესამე კრემს სხვას ცოტა შეიძლება უფრო რა თქვენ პირადად შერჩეული გაქვთ რაც ხსიამოვნებთ რა მე თვითონ ვაკეთებ ძალიან ხშირად რაღაცებს ვიტამინებს ვამატებ რაღაცა უბრალო ვიტამინებს საიდან ამატებ იყიდება ვიტამინი კაფსულები ხო არის B ვიტამინი D ვიტამინი ყველაფერი და ეს რაც უფრო მეტია ამ იმაში მე ეს გოგოებსაც უკეთებ ჩემსას ჩემი კრემები ძალიან უყვართ ჩემ მეგობრებს მე ყავს ერთი პაციენტი სახელს და გვარს ვერ ვიტყვი ხა და აკეთებს ესეთ მალამოებს რა ალბათ კაი მალამოებს აკეთებს და თან დადის ჩემთან პროცედურებს იკეთებს რა და ერთიოჯერ მკითხა ვიღაცის გვარები ესენი ხომ არ დადიან შენთან ხა როგორ ვეთქვი ვიღაცის გვარს დადიან თუ არ დადიან ეს არ შეიძლება ხო კონფიდენციალური აღმოჩნდა რომ თვითონ ამ მალამოების გამოყენებით თავის კლიენტურას ეუბნება რომ ნახე რა კარგად გამოიყურებდა ამ დროს პროცედურებს იტანებს და თავისი კლიენტის ნახვა ყოველ შემთხვევაში გარკვეული ხნიკები და თავის ბიზნესის გასავითარებლად